ჩიხურას ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ კომენტარი გააკეთა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა. ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში მთავრობის ხდომა იწყება, რა განაცხადა სპორტის მინისტრმა და რა საკითხები განიხილება ხდომაზე. დეტალებზე პირდაპირ ეთერში თეონა ცხომელიძე ისაუბრებს. დილა მშვიდობისა, თეონა, გისმენთ. დილა მშვიდობის, ცოტა ხნის წინ გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანი ამბობს, რომ სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება საფეხბურთო მოედნებსა და სტადიონებზე. საქართველოს სპორტის მინისტრის ინფორმაციით სრული ინფორმაცია აქვს სამინისტროს მოხდართან დაკავშირებით და ინციდენტი უკვე ამოწურულია. ვესაუბრე გუნდის პრეზიდენტს, საჩხერის გუნდის პრეზიდენტს. ბატონი ნუგზარი იყო ჩართული პროცესებში, იგი ჩართული იყო უშუალოდ დაკავებულების განთავისუფლებით, ჩართული იყო ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, საჭირო შემთხვევაში ჩაერთვება, რა თქმა უნდა, ფედერაცია ფეხბურთის და ღამის განმავლობაში ყველა ეს გაურკვევლობა მოგვარდა. ეს იყო მარტივ ჭალებში და ხიდარღვევებთან დაკავშირებით, რაც გულშემატკივრებს ერთმანეთში მოუვიდათ, რაც ხშირია ფეხბურთის სათამაშო მოედნებზე და სტადიონებზე. ამიტომ ინციდენტი ვფიქრობ ნორმალურად დასრულდება. მთავრობის ხდომა ამ წუთებში იწყება, მის და კაბინეტის წევრებმა კი მის ხდომის დაწყებამდე გააკეთეს განცხადებები. დღეს ისინი გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალის წაყენებას და სადაც შეშფოთება არის გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით. მის და კაბინეტის წევრები ამბობენ, რომ ის რეკომენდაციები, რომელსაც პარტნიორები გასცემენ, რომ გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ასეც იქნება და ყველა განცხადება, რომელიც ამ მიმართულებით კეთდება, არის პარტნიორული. ასევე დღეს გაკეთდა განცხადებები უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს და რომელზეც განხილვის მთავარი საკითხი იქნება უელსის სამიტი. უშიშროების საბჭო დანიშნულია იმის გამო, რომ სექტემბრის უელსის სამიტამდე დარჩა დაახლოებით 1 თვე. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს უელსის სამიტში და ის საკითხები, რომელიც ჩვენ მიგვაქვს იქ და რასაც ველითი, უნდა იქნას განხილული. პრეზიდენტი იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი მოგეხსენებათ ნატოს სამიტზე და ამ საკითხებზე იქნება საუბარი უშიშროების საბჭოს. არ უნდა იქცეს კანონის შურისძიების იარაღად. ყველა განცხადებაში, რომელიც ამ მიმართულებით გაკეთდა, აღნიშნულია ის, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იყოს სამართლიანი, გამოძიება უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ ფაქტებს. ეს ასეც იქნება, რის შესახებაც ჩვენს პარტნიორებს მოვახსენებთ. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მივესალმებით ყველა მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ეხება საქართველოში დემოკრატიის პროცესის წინსვლას. ეგ არის აღნიშნული და ჩვენ ხარს უჭერთ აბსოლუტურად, რომ გამოძიება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და არ დარჩეს არავითარი კითხვის ნიშნებით. ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებს ჩვენ ყოველთვის ძალიან გულისხმობით ვუსმენთ და შესაბამისად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოძიება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ტრანსპარენტული და არ დარჩეს კითხვები. ამ წუთებში მთავრობის ხდომა მიმდინარეობს, როგორც უკვე გითხარი და მის და კაბინეტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 29 საკითხს განიხილავენ. მადლობა თეონა ცხომელიძე საუბრობდა მთავრობის კანცელარიიდან.